ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა ფესტივალი 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. შესრულდება 6 კონცერტი ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. წინვალედ ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა ბორჯომში ბედნიერები ვართ, რომ უკვე მესამე სეზონი იხსნება. ბორჯომში დავუბრუნდით ამ შესანიშნავ ბუნების და კულტურის წიაღს. ბორჯომს, სადაც მოგეხსენებათ ადრე ტარდებოდა ფესტივალი. შესრულდა პიაცოლას, ვივალდის ნაწარმოებები. ბორჯომის მსმენელი განსაკუთრებით გვიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის გულმხურვალედ თქვა ჯილდოვებს ხოლმე აპლოდისმენტებით, ძალიან თბილად გვიღებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ვესწომროთ ხოლმე ბორჯომს. ამჯერად ეს იყო ჩვენი რაღაც სასწაული მაესტრო მარიო პიეტრო დარგი. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამდენ ხალხს ბედნიერება მივანიჭეთ. ხალხი გადავინაცვლებთ ბათუმში 22-ში, 24-ში და 26 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში გავმართავთ კონცერტებს, ხოლო ოქტომბერში, 9 და 11 ოქტომბერს კი თბილის ელოდება ჩვენი ერთგული მსმენელი. საოცრება იყო, აუდიენციაც ძალიან ლამაზი და სასიამოვნო აღმოჩნდა. ძალიან ვაფასებთ ამ ყველაფერს. ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ხალხი განსაკუთრებით კეთილი იყო. ისინი ნამდვილად მხარს უჭერენ ყველას. ყოველთვის მშვენიერი ემოციაა სცენის ასეთ მუსიკოსებთან გაზიარება. ყოველთვის ვამბობ, რომ კონცერტს მხოლოდ მუსიკოსები არ დგამენ. ეს არის მუსიკოსებსა და აუდიტორიას შორის ჯადოსნური კომბინაცია. მადლობა ბორჯომს. ჩვენ ბათუმში მივდივართ. მალე გიხილავთ და ყველას მადლობას გიხდით მოსვლისთვის. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით ზუსტად 17 საათზე. დროებით.